გეცნობათ ეს ფოტოები. ეს ყურძნის ჭია, ეს კი მის მიერ მიყენებული ზიანი. ეს მავნებელი ძირითადად ხდება კახეთში, ხოლო იშვიათად იმერეთში. მისი პირველი თაობა აზიანებს ყვავილედებს, ხოლო მეორე თაობა ნაყოფებს. ახასიათებს აბლაბუდისებრი სტრუქტურის წარმოქმნა მტევნებზე. როდესაც მეორე თაობა აზიანებს ნაყოფებს, ჩნდება ნაცრისფერი სიდაპრის, ანუ ბოტრიტის გაჩენის საშიშროება. მავნებელმა შეიძლება გამოიწვიოს მოსავლის 50-60%-იანი დანაკარგი. ყურძნის ჭია იზამთრებს ჭუპრის სახით მცენარის ქერქში. 10-12 გრადუსზე ისინი იწყებენ აქტიურობას. გაზაფხულს პეპლები დაფრინავენ დილას და საღამოს. დღის განმავლობაში კი იმალებიან ფოთლებში. გამოზამთრების შემდეგ ისინი დებენ კვერცხებს, ყლორტებსა და ქერქზე. 8 დღის შემდეგ ისინი იჩეკებიან და გადაადგილდებიან არაფორმირებული მტევნებისკენ და იწყებენ ყვავილების დაზიანებას. 38 დღე ჭირდება მატყლს განვითარებისთვის, ხოლო შემდეგ 12-15 დღის განმავლობაში ისინი იჭუპრებიან. ჭუპრიდან გამოსული პეპლები დებენ კვერცხებს მარცვლებზე. გამოჩეკვის შემდეგ მწერები იკვებებიან მარცვლით. სასურველია მწერების გამოჩენა ვაკონტროლოთ ფერომონებით. მწერის გამოჩენის გასაკონტროლებლად მნიშვნელოვანია ფერომონიანი დელტა ხაფანგების გამოყენება. ხოლო შემდეგ აუცილებლად უნდა შევარჩიოთ სწორი ინსექტიციდი. ამისათვის უნდა გვესმოდეს ცოტათი ამ მწერის ბიოლოგია. მატყლს აქვს მღრღნელი პირის აპარატი, რისი მეშვეობითაც ისინი გლეჯენ მცენარის ბიომასას და იკვებებიან ამით. როდესაც მწერებს აქვთ ეგეთი პირის აპარატი, მათ ჭირდებათ კონტაქტურ-ნაწლავური ინსექტიციდი, რადგან ისინი ჩერდებიან ფოთლის ზედაპირზე და როდესაც მწერი მცენარიდან იკვებება, აქტიური ნივთიერება ხვდება მწერის მომნელებელ სისტემაში, რაც იწვევს მის ხტომას. აგროფორსი გთავაზობთ დეტოლემას. ეს არის კონტაქტურ-ნაწლავური მოქმედების პრეპარატი, რომელიც მოქმედებს მწერის ნერვულ სისტემაზე. პირველი წამლობა აუცილებლად უნდა ჩავატაროთ ყვავილობამდე. მეორე წამლობა კი ყვავილობის დასრულებისას. მესამე წამლობა კი საჭიროების შემთხვევაში შეგვიძლია ჩავატაროთ მარცვების მომწიფებამდე. თუ გსურთ დეტოლი ამას შეძენა, მოიკითხეთ იგი თქვენ ლოკალურ მცენარეთა დაცვის მაღაზიებში. მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი გვერდი, რათა შეიტყოთ მეტი სოფლის მეურნეობის შესახებ. გადააფასეთ ხვალინდელი დღე აგროფორსთან ერთად.